ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო უკვე არსებული ვიდეო პროდუქტის ჩემი ხედვით და ჩემი რაკურსით გადმოცემა, ამიტომ დავინტერესდი ვიდეო ედიტინგით. მე ვარ ანა რცხილაძე, ვიდეო ედიტორი. ციფრულ მხარით ზოგადად სულ დაინტერესებული ვარ, ისედაც პროგრამირებაზე ვსწავლობ. ბავშვობაში სულ მიყვარდა ვიდეოების გადაღება და მე უკვე ლეპტოპიც მქონდა, თავისუფალ დროს ვაედიტებდი ხოლმე. წინა წელს გაცვდი პროგრამით ვიყავი წასული ერასმუსით და ამ დროს შემხვდა ვიდეო ედიტინგის ონლაინ კურსები, დაწყოთა რომ დავერეგისტრირებულიყავი და ჩემი ჰობი, პროფესიადაც მექცია. ასე მოხვდი Skillshare-ში. რა თქმა უნდა, საფუძვლები აქამდეც მქონდა ჩემი ინტერესი, რადგან იყო სხვა აპლიკაციებით მისწავლია საფუძვლები, თუმცა აქ უკვე პროფესიულ დონეზე შეგვეძლო აქედან სწავლა და ამიტომ დავინტერესდი. კურსის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩემი მოლოდინები გამართლდა და უფრო მეტის ვისწავლეთ, ვიდრე მოველოდი. ვისწავლეთ როგორც სატელევიზიო სიუჟეტების და სინქრონების აწყობა, ასევე ჩემთვის უფრო საინტერესო ნაწილი ვიდეოების დაედიტება, ტრანზიშენების და ეფექტების და მსგავსი საშუალებების გამოყენებით. ყველა ლექციაზე გავდიოდით განსხვავებული ვიდეოების დამონტაჟების ტექნიკებს. აქედან ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ეფექტური ვიდეო რგოლების აწყობა და შესაბამისად, როცა გქონდა ასეთი დავალებები, საშუალება მეძლეოდა, რომ ჩემი კრეატივი ჩამეტია ამ ვიდეოებში და უკვე არსებული ისტორიები ჩემი ხედით განსხვავებულად გადმომეცა. ჩემთვის კურსის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე იყო ის, რომ გავდიოდით ონლაინ. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში მხოლოდ 2 დღე იყო, საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი კურსი იყო. ყოველი ლექციის პარალელურად ვაკეთებდით ვიდეოებს და ამასთან ერთად მქონდა დავალებები. დისტანციური სწავლება დიდი ბენეფიტი იყო ჩემთვის იმ მომენტში განსაკუთრებით, იმიტომ რომ გაცვდი პროგრამით ვიმყოფებოდი უცხოეთში და კურსის გავლა ამით მიმარტივდებოდა პარალელურად. ყოველი ლექციის ბოლოს მქონდა შესრულებელი დავალება იმ ტექნიკების გამოყენებით, რომელსაც ამ ლექციაზე გავდიოდით. შესაბამისად, განსხვავებული ტიპის სხვადასხვა ვიდეოების გამოცდების გამოცდილება დამიგროვდა, რამაც შემდეგ საშუალება მომცა, რომ ჩემთვის საინტერესო სფერო უფრო მარტივად დამენახა და საბოლოოდ ფინალური პროექტის გაკეთების შემდეგ უკვე ნათლად შემეძლო დამენახა ჩემი განვითარება პირველი დღიდან ბოლომდე. კურსის ბოლოს უკვე გაცილებით სწრაფად შემეძლო ვიდეოს დაედიტება, უფრო მარტივი იყო ჩემი კრეატივის გადმოცემა ვიდეოების სახით და პარალელურად უფრო სასიამოვნო გახდა მთლიანად ვიდეოზე მუშაობის პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ კურსზე ყოველთვის რეალურ ვიდეოებზე და რეალურ მასალაზე ვმუშაობდით, აქედან მომეცა რწმენა, რომ მარტივად შემეძლო რეალურ მასალაზე, რეალურ პროექტებში მემუშავა. Skillshare-ის კარიერული მენეჯერები აქტიურად ვიზიარებდნენ ჩვენს გავლილ კურსთან შესაბამის ვაკანსიებს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოვახერხე, რომ სტარტაპში დამეწყო ვიდეო ედიტინგის განხრით მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა, აქტიურად ვარ ჩართული უკვე არსებული და ახლად გადაღებული ვიდეო კონტენტის დამუშავებაზე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნამდვილად არის რა მიმართულებითაც მე გაგრძელება მინდა.